ჩვენ როგორც ახლა განსხვავებული ერთმანეთისგან ჩვენი აზრები და ჩვენი ფიქრები ჩვენ უნდა შევძლოთ ერთ საზოგადოებაში, ერთ სახელმწიფოში და ერთ ქვეყანაში ცხოვრება. ყველა შემთხვევაში, ყველაზე ამის საპირისპირო მაგალითი, ცუდი მაგალითი არის ქართული პოლიტიკა. ყველაზე თვალშისაცემი რაც არის, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ განსხვავებული აზრის ატანა და გაძლება და მოთმენა კი არა. იმ ადამიანის დანახვაც კი, ყველა დაიჭირეს, ვიდრე არ ეთანხმება იმას, რა ქვია, ხელისუფლებას. წარმოგიდგენთ, ანუ ადამიანი რა არა თავისუფალია, ქართული პოლიტიკა არის ამის ყველაზე ცუდი მაგალითი, რა დაგვიტოვა საბჭოთა რეჟიმმა. ჩვენ ხო 1991 წელს რამდენი ხანი გავიდა საბჭოთა კავშირი, დაინგრა, ოფიციალურად დანგრეულია. დაიშალა ოფიციალურად. და ოფიციალურად ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენი ტვინები ისე იქ არის დარჩენილი. ოფიციალურად დამოუკიდებლობა თავისუფლად ვერ გავხდით. იმიტომ რომ ეს მოაქვს წიგს ლიტერატურას განვითარებას და აზროვნებას, რაც თავი. ეს არ მოაქვს დეკლარაციას. რამდენჯერმე ამ გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ჩვენი ტვინები თუ არ დაუშვებენ, რომ თქვენ როგორც არ განსხვავდებით ჩემგან, თქვენც ისე გაქვთ არსებობის უფლება როგორც მე, ამას სანამ ტვინი არ დაუშვებ, შენ არ ხარ თავისუფალი. ეს მარტო წიგს მოაქვს ჩემი ზღვრაცმელი. მეც არაფერს, მარტო განათლებას. სხვას არაფერს. და წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მემკვიდრეობა საბჭოთა კავშირიდან რაც დავრჩა, ხო? ყველაზე საშინელი ეგ არის.